წნეთში პედაგოგთა და მეცნიერებათა სახლში საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ტელერადიო ჟურნალისტიკის კაბინეტი მეორე წელია ახალგაზრდა დამწყებით ჟურნალისტებს მასპინძლობს. 10 დღის განმავლობაში მოსწავლეებს ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი და ასასვენებლად მათ ისინი ასევე გაივლიან ტრენინგებს, რომელსაც სხვადასხვა ტელერადიო კომპანიის ჟურნალისტები და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები ჩაუტარებენ. ჟურნალისტიკი დაინტერესება დღევანდელ ახალგაზრდებში საკმაოდ მაღალია და სასახლის ტელერადიო ჟურნალისტიკის კაბინეტი უკვე მეორედ ატარებს საზაფხულო ტრენინგ სემინარებს. ახალი არ არის ჩვენი თანამშრომლობაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან. მოტივაციის გაზრდისთვის არის არაჩვეულებრივი მოსწავლეებისა მათი ორიენტირის გამყარებისთვის. ბოლო-ბოლო მოწონთ თუ არა ეს სპეციალობა, ნამდვილად არის თუ არა მათი, შეძლებენ თუ არა საკუთარი თავიდან იშა იპოვოთ. ეს სწორედ ამაში ვეხმარებით. ძალიან ბევრი კარგი რამ გავიგე, სულ მინდოდა რომ მქონოდა პროფესიონალ ადამიანებთან შეხვედრა და პრაქტიკა გამევლო. მართლა ძალიან ბევრი რამ გავიგე, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ყოველფრით. თვითონ ბანაკი არის ძალიან ოჯახური სიტუაცია, ძალიან დიდი